დევდორაკ ამალის ხეობაში სტიქის ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა, რაც მყინვარის შლას გააკონტროლებს, თანაც მოსალოდნელი სტიქის შემთხვევაში შეტყობინებას გარემოს ეროვნულ სააგენტოში დააფიქსირებს. ახალი სისტემა შვეიცარიულია, სტიქის ადრეულ პროგნოზირებაზე კი ჩვენს ეთერში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია და ასევე გეოგრაფიკის დირექტორი გიორგი გოცირიძე ისაუბრებენ დილოში. დილში მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ქაბატონი თამარ, პირველი ადგილია, სადაც ამ ხარისხის და ამ ასეთი ძალიან კარგი აპარატურა დამონტაჟდა. რით არის ეს გამორჩეული? მოგეხსენებათ, ამალი დევდორაკის ხეობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ზონა. ასევე ესიც მოგეხსენებათ, რომ ის ტერიტორია, სადაც ეს რისკები არის გავრცობილი, არის ინტენსიური მოძრაობის გზა, სამხედრო გზაზე გადის და სწორედ სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ისტორიული კონტექსტი იმისა, რომ არაერთხელ, მათ შორის მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში და უკვე 21 საუკუნეშიც არაერთხელ მოხდა მძლავრი სტიქიური პროცესი, რომელიც უკავშირდება არა მარტო მყინვარის ეგზერაციული პროცესი, ანუ მყინვარის ასე ვთქვათ შლას, არამედ ასევე ღვარცოფული მოვლენების განვითარებას. სწორედ ამ ასე ვთქვათ არაერთხელ განვითარებულმა ტრაგედიებმა განაპირობა ის, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თავის პარტნიორად გაიხადა შვეიცარიული კომპანია GeoTest და GeoPrevent, ორი კომპანია, რომლებმაც აწარმოეს როგორც კვლევითი სამუშაოები, ადრეული შეტყობინების სისტემა. ეს არის საკმაოდ მაღალი ტექნოლოგია, ეს არის მაღალ ინტელექტუალურ-ტევადი ტექნოლოგია, შესაბამისად რამდენიმე საფეხურისგან შედგება სამუშაო პროცესები. პირველი ეს იყო შესწავლა, ადრეული შეტყობინების სისტემის პროექტირება, ანუ სად რა უნდა ყოფილიყო, სად რა სისტემა განლაგებულიყო და უკვე შემდგომ გადავედით სამუშაოებზე. ძალიან დიდი სამუშაოები იქნა გაწეული, იმის ჩათვლითაც კი ელექტროენერგიაც კი არისო ამალი დევდორაკის ხეობაში და სწორედ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოახდინა ელექტროენერგიით აღჭურვა, შესაბამისი ასე ვთქვათ სამშენებლო კონსტრუქციები იქნა აშენებული, შესაბამისი ბაგირები იქნა გადაჭიმული, მოკლედ საკმაოდ დიდი პროცესია. უკვე მე შემდეგ კომუნიკაციის სისტემა, სპეციალური რადიოსიხშირე იქნა შეძენილი და რაც საინტერესოა, ეს სამუშაოები ჩატარდა 3300 და 1900 მეტრზე დაახლოებით და თქვენ უკვე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა ტიპის სამუშაოებზეა, რა სირთულის სამუშაოებზეა საუბარი. ეკა მე მინდა მაყურებელს ასე ვთქვათ უფრო განუმარტოთ, სიგნალი ადრეული შეტყობინების მოვა არა მარტო გარემოს ეროვნულ სააგენტოში, არამედ პარალელურ რეჟიმში ასევე მივა სასაზღვრო პოლიციაში, ასევე მივა პატრულთან, ანუ ეს კომუნიკაცია არის ისე აწყობილი, რომ არც ერთი ასე ვთქვათ ინსტიტუცია, პასუხისმგებელი პირი დროს არ დაკავდავს იმისათვის, რომ შემდეგ ჩვენგან მიდიოდეს კომუნიკაცია. არა, ეს ყველაფერი მივა პარალელურ რეჟიმში, შემუშავებული არის უკვე ევაკუაციის გეგმა, სპეციალური ადგილებია შერჩეული, სადაც უნდა მოხდეს იმ ადამიანების ასე ვთქვათ კონცენტრაცია, რომლებიც ამ რისკის ზონაში იმყოფებიან და ასევე დაიკეტება შესასვლელი გზები რისკის ზონაში, რაც უკვე თავიდან რამდენი წუთით ადრე მოხდება ეს შეტყობინების მოსვლა და რა დროს სჭირდება? რო ვიცოდეთ ჩვენც ანუ ეს დაახლოებით საუბარი არის 7 წუთზე, რომელიც აბსოლუტურად საკმარისი უნდა იყოს ამ ასე ვთქვათ ევაკუაციის გეგმის განსახორციელებლად. მე მინდა ასევე მაყურებელს უთხრა, მოგეხსენებათ, ზაფხულში ჩვენ კიდევ ერთხელ გქონდა ასეთი ღვარცოფული პროცესი, მაშინ ესეთი ადრეული შეტყობინების სისტემა არ ფუნქციონირებდა, მაგრამ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში უკვე თვითონ აკონტროლებდნენ მყინვართან ახლოს ტერიტორიაზე უკვე ვიზუალურად. ჩვენ გადავედით თანამედროვე ტექნოლოგიაზე, როდესაც ადამიანის ვიზუალურ კონტროლზე და ასე ვთქვათ მის ლოგიკაზე და პროგნოზირებაზე არ არის აგებული სისტემა, არამედ აგებული არის არითმეტიკაზე, თანამედროვე ტექნოლოგიაზე, სენსორებზე, რადარებზე, რაც უკვე გვაძლევს საშუალებას. კი, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი და საქართველოს მთავრობამ დააფინანსა ეს პროექტი სრულიად მისცა გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამისთვის თანხები. ბატონ გიორგი, ამ ტერიტორიაზე უშუალოდ რო ვისაუბროთ და მყინვარის შლაზე, ეს პროცესი პროგრესულია, ანუ უფრო და უფრო საშიშროება და რისკი იმის, რომ ბევრი პრობლემა შეიქმნას ამ ადგილზე მზარდია. დიახ, მოგესალმებით. სამწუხაროდ ეს ასეა, უფრო კლიმატის ცვლილების ფონზე, გლობალური დათბობის ფონზე, ყველა ის ასე ვთქვათ, ქრონიკულად არსებული პრობლემა, ბუნებრივი კატასტროფული ბუნების მატარებელი ამ ბოლო პერიოდში აქტიურდება და სამწუხაროდ ჩვენ ამ გამოწვევების წინაშე ვდგავართ. თვითონ დევდორაკი
განსხვავებით სხვა, ასე ვთქვათ, ასეთი უბნებისგან ისტორიულად ცნობილია. ის ბევრჯერ ჩამოსულა, პირველი ცნობები ჯერ კიდევ 1777 წლიდან არის. მე 1826-36 წლებში განსაკუთრებულად დიდი ღვარცოფები ჩამოვიდა. ეს პროცესი იმდენად ცნობილი იყო, რომ მაგალითად პუშკინის ლექსიც არსებობს ამ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მან სიკვდილამდე 1 წლით ადრე დაწერა, აქ გადიოდა და ეს პროცესი არის, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დეტალურად და ნებისმიერ გეომორფოლოგი ამოიკითხავს იმ პროცესს რეალურად რა ხდებოდა. 1891 წელს სახელმწიფო კომისიაც კი იყო შექმნილი, წარმოვიდგინეთ თარიღებს რომ წარმოვიდგინოთ, რომელიც დაიშალა, იმიტომ რომ მაშინდელი ჩინოვნიკები გულგრილობით გამოიჩინეს თავი და ამ კომისიამაც ვერ იმუშავა. ანუ ეს არის ისტორიულად, ასე ვთქვათ, რთული ამ გამოწვევის წინაშე საკმაოდ სერიოზული მიდგომებია საჭირო, სამეცნიერო, ინსტიტუციონალური. ამიტომ ამ სისტემის დაყენება ეხლა მართლა ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ისტორიულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ამ საუკუნეობრივი გამოწვევის წინაშე, ასე ვთქვათ, სისუსტე ეხლა ბოლომდე შეგვიძლია ვენდოთ, რომ 100%-ით ვიყოს დარწმუნებული, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა არ არის საერთოდ ბუნებაში, არ არსებობს კანონები, არსებობს კანონზომიერებები. აი ეს კანონზომიერება გარკვეულ სიზუსტეს მოიცავს, მაგრამ გარკვეულ მოულოდნელობებსაც და გაუთვალისწინებელობას. მაგრამ ამ მასშტაბში ეს არის მაქსიმალური, რაც შეიძლება დღეს გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ამ სისტემას კიდე ჭირდება დახვეწა, რომ მინიმუმამდე და დრო კიდევ უფრო შემცირდეს. მაგრამ მერწუნე მე რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, შედარებით მცირე ბიუჯეტის პირობებში, აი ესეთი ბუნებრივი კატასტროფული გამოწვევების ფონზე ამ სისტემის გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თამარს მინდა მიულოცო და მიულოცო ყველა იმ ადამიანს, რომელიც სისტემამდე იდგა, ასე ვთქვათ, 24 საათი დურბინებზე, პიროვნული პასუხისმგებლობის ფარგლებში თავის თავზე იღებდა ამას. მე ვგულისხმობ ყველა გლაციოლოგს, გეოლოგს, ყველა მაშველს, სასაზღვრო პოლიციელს, რომელთა კისერზე გადაიარა ამ კატასტროფულმა დღეებმა მოყოლებული 2014 წლიდან დამიდე. სხვა ტერიტორიები, სხვა ადგილები, ბევრია. უხვად გვაქვს საქართველოში ესეთი ადგილები, სადაც, საჭირო არის, რომ იყოს მსგავსი სისტემები. ქალბატონ თამარ, მესმის, რომ ძალიან ძვირადღირებულია, მაგრამ თუ არსებობს გარკვეული პროექტი, რომ თქვათ მაქსიმალურად ბევრი ადგილი მოიცვათ და აღმოფხვრათ. დიახ, როგორც მე დასაწყისშივე ვთქვი, ადრეული შეტყობინების სისტემა ეს არ არის მხოლოდ შესყიდული ტექნოლოგია, ეს არის ამ ტექნოლოგიების პროექტირება, ხო, რომელიც საკმაოდ რთული არის და დღეს დამოუკიდებლად ქართულ სპეციალისტებს ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არ შეუძლიათ, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ, რომ სრულყოფილად დამოუკიდებლად ფლობდეთ ამ ტექნოლოგიებს. დღეს ჩვენ გვაქვს რამდენიმე მცდელობა, აქვე გავიხსენებ, რომ სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ ჩვენ დიდი საერთაშორისო კონფერენცია ჩავატარეთ თბილისში, გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, სადაც დაახლოებით 7 ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტი მოვიწვიეთ, რომლებმაც ზოგადად ადრეულ შეტყობინებებზე ისაუბრეთ. ჩვენ ხა კონკრეტულ პროცესებზე ვსაუბრობთ. არსებობს ადრეული შეტყობინება სოფლის მეურნეობაშიც. ესეც საინტერესო, როდესაც ჩვენ ფერმერს გლეხს წინასწარ ვეუბნებით იმ ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ და ვაწვით ინფორმაციას, თქვა წაყინვა შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. მოკლედ სხვადასხვა ასე თქვა სტიქიური მოვლენა თავის სპეციფიურ ადრეულ შეტყობინებებს საჭიროებს და ეს გამოცდილება არის ასე თქვა განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს პოლონეთის დახმარებით მდინარე კაბალზე და მდინარე დურუჯზე ადრეული შეტყობინების სისტემა, თუმცა ეს არ არის ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები და სრულყოფილი ტექნოლოგიები, როგორიც ახლა ვთქვათ, ჩვენ ამალი დევდორაკის ხეობაში გაგვაჩნია და მოგეხსენებათ მდინარე ვერეს ხეობაში ტრაგედიის მერე ჩვენ 5 სადამკვირვებლო წერტილი გვაქვს და იმ შემთხვევაში, როდესაც წყალი კრიტიკულ დონეს მიუახლოვდება, უხვინალექის დროს ჩვენ SMS-ების რეჟიმში მოგვეწოდება ეს ინფორმაცია, ისე როგორც ონლაინ ვაკონტროლებთ მდინარე ვერეს ხეობას, როგორც წყლის დონეს, ასევე ნალექების ოდენობას და შესაბამისად ესეც არის ადრეული გაფრთხილების სისტემა, როცა ჩვენ შეგვიძლია იმ შემთხვევაში თუ წყალი კრიტიკულ დონეს მიუახლოვდება, ან შესაძლოა ეს არ იყოს მაღალმატება, არამედ შემცირებაც, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული შეგუბება ხდება რაღაცა ნაწილში, რომელიც ასევე უნდა იყოს ჩვენთვის რაღაცა სიგნალი და უკვე შევატყობინებთ შესაბამის ინსტიტუციებს.
ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ, გარემოს ეროვნული სააგენტო თავისი ბიუჯეტის ფარგლებში და პროექტების ფარგლებში ძალიან დიდ ასე ვთქვათ, ძალისხმევას და დიდ ყურადღებას უთმობს ამ მიმართულებით წასვლით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ცხოვრობთ და სწორედ უნდა ჩავაბაროთ, ასე ვთქვათ, წარსულს, რაღაც ესეთი ვიზუალური და ძველი ტიპის, ასე ვთქვათ, დაკვირვებები და ტექნოლოგიები და მთლიანად უნდა გადავიდეთ ესეთი ტიპის თანამედროვე ტექნოლოგიებზე. დაფიქსირებულა, ვთქვათ, იმ 13 ივნისის ტიპის შემდეგ რაღაც მომატება წყლის, ვთქვათ, ეხლა უკვე სამწუხაროდ საზოგადოების ცნობიერება, საზოგადოება იმდენად არის შეშინებული ვერესთან მიმართებაში, რომ ნებისმიერი ტიპის ნალექი და მათ შორის თუ ცოტა უხვი ნალექი არის, იწვევს ხოლმე განგაშს და დიახ და ჩვენთან მუდმივად არის ხოლმე ზარები. იყო ორჯერ უხვი ნალექის რაოდენობა, ახალგზაზე ასევე გარკვეული დაიტპორა გზაც, მაგრამ ეს არ იყო მდინარის დონის გაზრდის ამაღლების შედეგად, არამედ ეს იყო უშუალოდ წვიმის, ასე ვთქვათ, წვიმის უხვი ნალექების გამო. მას შემდეგ რაღაც ესეთი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი არ დაფიქსირებულა, მაგრამ მე მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ 13 ივნისს განვითარებული ვერეს ხეობაში ტრაგედია მხოლოდ უხვი ნალექის გამო არ იყო გამოწვეული, მას მეწყრული პროცესებიც დაერთო ბეთანია წყნეთის გზაზე, რამაც რამდენჯერმე, ასე ვთქვათ, კატასტროფული გახადა არსებული სტიქიური. დღესაც მიმდინარეობს საკმაოდ აქტიურად გამაგრებით სამუშაოები, ხო, რომ ჩაალაგეს ბეტონური. დიახ, თბილისის მერიას კალაპოტის გასწორხაზოვნების პროექტი აქვს შემუშავებული, რომელმაც ასევე მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ვერეს ხეობაში არსებული რისკები. ჩვენი მეც დავიტოვებთ, რომ ბევრ სხვა ადგილას ვერეს ხეობაში და იმ ადგილას, სადაც არის სტიქიის საშიშროება, რისკები მაქსიმალურად მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და ავიცილებთ თავიდან, რა თქმა უნდა, სავალალო შედეგებს. მადლობა იმისთვის, რომ იყავით დღეს ჩვენ გაცემის სტუმრები, რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. საუგედესო.